ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ ჰარვარდის უნივერსიტეტს ანტისემიტიზმში დასდო ბრალი. გამომძიებლებმა დაადგინეს, რომ ჰარვარდის უნივერსიტეტის ადმინისტრაციამ დაარღვია სამოქალაქო უფლებების შესახებ კანონი, რომელიც კოლეჯებს სტუდენტების რასობრივი ან ეროვნული წარმომავლობის საფუძველზე დისკრიმინაციისგან დაცვას ავალდებულებს. 30 ივნისს ფედერალურმა სამუშაო ჯგუფმა ჰარვარდის უნივერსიტეტს გაუგზავნა წერილი, რომელშიც ადმინისტრაციას ებრაელი და ისრაელელი სტუდენტების დაცვისკენ მოუწოდებს. წინააღმდეგ შემთხვევაში ტრამპის ადმინისტრაცია ფედერალური დაფინანსების გაუქმებით იმუქრება. ტრამპის ადმინისტრაციამ ოფიციალურად დაასკვნა, რომ ჰარვარდის უნივერსიტეტმა ვერ შეძლო კამპუსში ებრაელი სტუდენტების დაცვა შევიწროებისგან. ადმინისტრაცია უნივერსიტეტისთვის ფედერალურ დაფინანსებას შეამცირებს, თუ შესაბამისი ზომები არ იქნება მიღებული. ესაა თეთრი სახლისა და ჰარვარდის დაპირისპირების ახალი ეტაპი. როგორც ცნობილია, ჰარვარდის უნივერსიტეტის ხელმძღვანელობამ წლის დასაწყისში თეთრი სახლის მიერ წამოყენებული მოთხოვნები არ შეასრულა, რის გამოც უნივერსიტეტს სანქციები დაეწესა. ჰარვარდის ადმინისტრაცია მთავრობის დასკვნებს არ ეთანხმება და აცხადებს, რომ უნივერსიტეტმა გადადგა სერიოზული ნაბიჯები საზოგადოებაში ანტისემიტიზმის აღმოსაფხვრელად. გამოძიებამ აჩვენა, რომ ისრაელ-ჰამასის ომის გამო კამპუსში გამართული პროპალესტინური საპროტესტო აქციების შედეგად სასწავლო პროცესი ებრაელი და ისრაელელი სტუდენტებისთვის შეფერხდა. თეთრ სახლსა და ჰარვარდს შორის დაპირისპირების გამო უნივერსიტეტმა უკვე $2.5 მილიარდ მეტი დაფინანსება დაკარგა. რაც ახლა ხდება, შესაძლოა უფრო დიდ თანხას ეხებოდეს. ფედერალური კვლევითი გრანტებიდან ჰარვარდმა უკვე დაკარგა მილიარდობით $. თუმცა იმის აღმოჩენა, რომ უნივერსიტეტმა დაარღვია კანონი სამოქალაქო უფლებების შესახებ, თეთრ სახლს პოტენციურად აძლევს საშუალებას მოითხოვოს სტუდენტური დახმარების გაუქმებაც, რაც ნიშნავს, რომ სტუდენტებს არ შეეძლებათ გრანტებისა და სესხების გამოყენება ჰარვარდში სასწავლებლად. ჰარვარდის უნივერსიტეტის პრეზიდენტმა ალან გარბერმა აღიარა კამპუსში ანტისემიტური და ანტიისლამური განწყობების არსებობა, თუმცა ამტკიცებს, რომ ადმინისტრაციამ ამის აღმოფხვრაზე იმუშავა. დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია ახლა ჰარვარდის უნივერსიტეტისთვის ფედერალური დაფინანსების სრულად შეწყვეტაზე მუშაობს. შეერთებული შტატების პრეზიდენტის თქმით, უნივერსიტეტი აღარ უნდა იყოს გადასახადებისგან თავისუფალი.